საქართველოში კაპტოპრილის ძალიან ბევრი ადამიანი თვითნებურად და უშვებს აი ამ 5 ძალიან ხშირ შეცდომას. ყურადღებით მომისმინეთ, რომ იგივე აღარ გააკეთოთ. პირველ რიგში, კაპტოპრილი არასდროს არ უნდა იყოს მიღებული საკვებთან ერთად. როცა თქვენ საკვებს მიირთმევთ და ასევე დალებთ კაპტოპრილს, რომ დააქვეითოს არტერიული წნევა, საკვების მიღება მის შეწევას შეამცირებს 40%. რაც იმას ნიშნავს, რომ წამალს კი დალებთ და გექნებათ მოლოდინო წნევა დაგიწევთ, მაგრამ წნევა არ დაიწევს. კაპტოპრილი ყოველთვის უნდა მიიღოთ საკვების მიღებამდე 1 საათი ადრე, ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ, რომ შეწევა არ დაქვეითდეს. ეს ერთი. მეორე. კაპტოპრილი მოქმედებას იწყებს ძალიან სწრაფად, მაგრამ ის მოქმედება არის ხანმოკლე. გრძელდება სულ რაღაც 4-6 საათი. ამიტომაც არის, რომ ექიმებს ის არ გიყვარს, იმიტომ რომ მის მიღება პაციენტს უწევს დღეში 2-ჯერ, 3-ჯერ. მაგრამ პაციენტმა ხო ეს არ იცის. ხო და როცა პაციენტი თქვა დალევს მას თვითნებურად დილით და აქვს იმედი, რომ ის კაპტოპრილი მთელი დღე წნევას დაუწევს, ესე არ არის. საღამოს საათებში წნევა პაციენტს ისევ მაღალი აქვს, მაგრამ ის ამას ვერ გწნობს და მოლოდინი აქვს, რომ კაპტოპრილმა წნევა დაუწია. არა და არა. ასე რომ კაპტოპრილი ხანმოკლე მოქმედების და ის უნდა გაითვალისწინო. მესამე. კაპტოპრილი ჩვენს ორგანიზმში კალიუმის დაგროვებას იწვევს. ამ როცა ადამიანი თქვა სვამს კაპტოპრილს, სისხლში კალიუმის შემცველობა ეზრდება და ამ პერიოდში მიღება ისეთ პროდუქტების, რაც კალიუმი მდიდარია, არ ამგონია კარგი იდეა იყოს. ამიტომ ამ პერიოდში პაციენტი უნდა მოერიდოს ხა ინტენსიურად რო არ მიირთვას ბანანი, ისპანახი, ავოკადო. ამაჩი სადაც ბევრია კალიუმი და პლუს კაპტოპრილი კიდევ უფრო მკვეთრად გაზრდის კალიუმის რაოდენობას სისხლში. მეოთხე არის ის, რომ როცა ადამიანი კაპტოპრილს სვამს, აი კაპტოპრილი თავისი თიული ჯგუფის გამო ჩვენს ორგანიზმში როგორც მაგნიტი ესე მუშაობს თუთიის წინააღმდეგ. ხო და თუთიას იკრავს. ამიტომაც არის, რომ გემოვნების რეცეპტორებს თუთია უკვე აკლდებათ და ადამიანს უკვე გემოეცვლება, გემოს აღქმა ეღვევა. მეტალის შეგრძნება უჩნდება ხოლმე და დიდ როდალებს ყავას, ამ ყავას რაღაცა ისეთი გემო იქნება თითქოს რაღაცა უცხოა მისთვის, ძალიან თითქოს მწარეაო, მაგრამ არა, ეს კაპტოპრილის სამსახურებაა. და ბოლოს, კაპტოპრილის ფონზე პაციენტების დაახლოებით 15-10% ეწყება ხველა. ზოგს გონია, რომ იმიტომ ახველებს, რომ ქრონიკული ბრონქიტი აქვს. არა, ეს კაპტოპრილის სამსახურებაა. როცა ადამიანი სვამს კაპტოპრილს, მის ფირფიტებში გროვდება სუბსტანცია P და ასევე გროვდება ბრადიკინინი. ესენი აღიზიანებენ მგრძნობიარე ნეირონებს და ადამიანს ეწყება აი ეს ხველა. და ეს ხველა არ გაივლის თუ ექიმს არ ეტყვით და ამ მედიკამენტს ის არ შეგეცვლით. ეს რჩევა ახლა აუცილებლად გავზიარეთ სხვებსაც, იმიტომ რომ საქართველოში კაპტოპრილის ძალიან ბევრი ადამიანი თვითნებურად სვამს.